მწვავე ხალხი არიან და დღედაღამი აქ არიან, რომ საქმე გაკეთდეს, საქმე და ავტომობილები გაიყიდონ და ფული იშოვონ. შრომელი ხალხია ერთი სიტყვით. მობრძანდით. ძირითადად ჩვენ ეს ავტომობილები, რომლებსაც ბივაიც ეძახიან, ხო? იმდენს შევიყვანთ, რამდენიც მოთხოვნა იქნება, როგორც საქართველოში, სასომხეთში და აზერბაიჯანში და თქვენ ხედავთ ახლა ეს ძალიან პატარა საწყობია, რო იძახიან ტანკი, ახალი სასწაული გამოუშვესო. აგერ არის ტანკი და ყველა ის ავტომობილი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. უბრალოდ საქართველოში არის პრობლემები. აი ამ კუთხით. და როგორ ჩავალ, პრესკონფერენციას გავაკეთებ, ჩვენ აგვიგზალეს ავტომობილების შეყვანა საქართველოში და ამას მე პრემიერს ვეთყვი. პიკაპები საერთოდ ვერ შევყავს საქართველოში და ეს ვინ დაალაგა მთელი საქართველო გაიგებს როგორ ჩავალ თუ არა მესამე დღეს და დარწმუნებული ვარ ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სუსის უფროსი ახალგაზრდა გუნდია და აი ამ წინა ხელისუფლების დალაგებულ საქმეს, იმ წინა პრემიერის დალაგებულს მე მგონია დაშლიან და ეს არ იქნება ეს სამარცხვინოა როგორ შეიძლება პიკაპი ვერ შევყავდეს საქართველოში და ვიღაცის გამო და დღეს უკვე რომელსაც მე 25-ად ვყიდიდი 25,000-ად მიცუბიშებს დღეს ღირს 40,000 და ესე არ გამოვა. აი ესეთი პარტნიორები რო ყავდეს, აი ესეთი პარტნიორები ყავთ, ხო? როგორ არ უნდა გამოიყენო ეს ხალხი, ხო? მუშა ხალხია, ხო? აი წარმოიდგინე, იმდენი მანქანები მოგვაყარეს, რომ რამდენიც გინდა, აი ეს შოურუმი აგერ გვაქვს, იგივე შოურუმი ანახეთ კიდე, მობრძანდით. აი უყურეთ, ეს შოურუმიც ჩვენია. აი ეს შოურუმიც აგერ, ესეც შევიძინეთ. აი ეს შოურუმი მოდი. აი ეს შოურუმიც შევიძინეთ და ნახოთ სამომავლოდ გვინდა კიდე რომ აქ გავფართოვდეთ. აქ ფული იშოვება, თქვათ, აი აქ არის მუშაობა და ახლა შეიძლება ადამიანმა თქვას რატო იკლავს საქართველოში თავს, იმიტომ რომ ქართველი ვარ და არასდროს საქართველოს არ მივატოვებ და ძალიან ბევრ ხალხს დავასაქმებ. კიდევ ერთჯერ შეხედეთ. აი რა მანქანა უნდა იყოს ისეთი რომ ამას შევადაროთ. ჰიბრიდი. ამას მივცემთ პოლიციას დიდი რაოდენობით და თავდაცვას. იმიტომ